მართლმადიდებელი ეკლესია დავითობას დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ლოცვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღევლინა. პარაკლისის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი შიო მესამე მრევლს ქადაგებით მიმართა. კახა კუპატაძის და ნუცა პიჩხნარაშვილის რეპორტაჟი. საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი. ისევე როგორც ღირსი იოანეს ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფეები, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში. დავით გარეჯელი, წმინდანი, რომელმაც საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას წმინდა დავით გარეჯელისა და ასურელი მამების ღვაწლზე ისაუბრა. პატრიარქმა ლოცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა სწორედ ლოცვას აქვს. ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, იმიტომ რომ როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო ცხოვრების და სულიერი ცხოვრების. როდესაც ჩვენ სალოცავად დგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არც ერთი სხვა საქმე ჩვენ ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. დავითობის დღესასწაულზე გარეჯს ასობით მომლოცველი სტუმრობს. მორწმუნეების საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ღირსი მამის, დავითის საფლავის მოსავალსა და სადღესასწაულო წირვა ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. თითქმის უკვე 4 წელია, რაც ფეხით მოლოცვით, ფეხით ლოცვით მსვლელობით დავდივართ, მოვუყვებით დავით გარეჯელის გზას და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მოლოცვაში ვიღებ მონაწილეობას. ყოველ წელს ჩამოვდივართ ხოლმე და ვესწრებით წირვას ნამდვილად ბედნიერი და ღირსეული დღესასწაულია. დავით გარეჯის მონასტერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის წლების განმავლობაში, ასწლეულების განმავლობაში ეს იყო სასულიერო განათლების კერა და არის ქართული სიძლიერისა და იდენტობის სიმბოლო. დავით გარეჯელის მოღვაწეობა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ქრისტიანობის დაცვასა და განმტკიცებაში. ისტორიული წყაროების მიხედვით დავით გარეჯელი მე-6 საუკუნის შუა წლებში მოღვაწე 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო. მას გარეჯის მრავალმთიან ტერიტორიაზე მონასტერი დაუარსებია და პირველი წინამძღვარიც თავად ყოფილა. ასურელი მამები დროზე მოვიდნენ საქართველოს გადასარჩენად და მათმა დაარსებულმა ეკლესია მონასტრებმა და სავანებმა მთელ საუკუნეებს გაუძლო და ზეიმობს დღეს მართლმადიდებლობა და ზეიმობს ქართველობა და ასურელი მამებიდან მოყოლებული დაწყებული თაობები გაიზარდნენ ეკლესია მონასტრებში. ღირსი მამის დავით გარეჯელის ხსენების დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულის შემდეგ პირველ ხუთშაბათს აღნიშნავს. მამა დავითი ლავრის მთავარ ტაძარშია დაკრძალული.